მეგობრებო, საქართველო მერვით ფინალშია და ეჯიბრება უელსის ნაკრებს. შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრები უელსის ნაკრების დამარცხებას, თან უბეილო უელსის, ამას უკვე გავარკვევთ. დღეს ძალიან ბევრი დებიუტანტი გვყავს. და უელსი იგრევე შეტევაც გადმოდის, მაგრამ ჩვენ ვაკავებთ. მოდის უელსი და კიტეიშვილი და ძალიან კაი შეტევა შეიძლებოდა გამოგცლოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. კვარაცხელია, კიტეიშვილი, მიქაუტაძე დარტყმა და რა კაი კომბინაციით გაიხსნა აქ ანგარიში. არის მერვეთ ფინალში უკვე გავხსენით ანგარიში. აბარა უელსი არაა სუსტი ნაკრები, პირიქით ძლიერია და რა ვიცი. მიქაუტაძე კიდევ უტევს და წართვეს ბურთი. მაგრამ ჩაკვეტაძე კვერამ ვეღარა იყო ბურთი არა უშავს. უელსი მოდის შეტევაზე, სახიფათოა ეს. ძალიან არ უნდა შემოვატევინოთ. აბა არა უნდა გადავრჩეთ აქ და პენალტი სამწუხაროდ და მაისურაძემ წითელი ბარათი მიიღო. ამაზე ცუდი სტარტი არ ქონია მე მგონი. და უელსის ნაკრებს შეუძლია რომ გაგვითანაბროს, მაგრამ მამარდაშვილმა იყო ჩაღაბარა. დარტყმა და მამარდაშვილი აკდებს შორს. აქ ახლა დაცვა და ერთი ადამიანი ამოგვივარდა და უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. აქ უელსის მეკარე მაიღო. მიქაუტაძე დაიკავა ბურთი, წართვეს და ჩასრიალებით დაბრუნება აღარ გამოუვიდა. არა უშავს, მთავარია ვიგებთ და ეს უპირატესობა უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი საქართველოს ნაკრები რომ მოიგებს მეოთხედ ფინალში და უპირისპირდება შემდეგი წყვილს მოგებულს. ერთი იყო იტალია, მეორე არა მახსოვს. მაგრამ არა უშავს. კარგი, მოდის საქართველო, უელსი, სახიფათოა ეს, კიდევ ერთი პენალტი. წითელი ბარათი და პენალტი, მაგრამ აქ ლობჟანიძემ გმირობა გააკეთა, რომ კონტრშეტევა არ გამოუვიდათ და ჩაუშალეს. რადგან შეიძლება პენალტი მამარდამ მოიკერიოს და გოლი ისევ არ გავიდეს. მაგრამ 9 კაცა ვარ დავრჩით და გაგვითანაბრეს სამწუხაროდ და 9 კაცა საქართველო უელსს 11 კაცა უძლიერეს უელსს მოუგებს სავარაუდოდ არ ვიცი შეიძლება მოუგოთ. მაგრამ უფრო არ ამგონია. მამაგეიშვილი, ჩაკვეტაძე, მამაგეიშვილი, კარგი რაღაცა ცუდია, სახიფათოა არა თამაშგარეა. აღარ გამოუვიდა უელსელებს შეტევა და აქ ტაბიძე რჩება ბურთით. საქართველო გადადიოდა შეტევას, მაგრამ ჩვენ ნახევარდაცვა და დაცვა თითო კაცით შეგვისტურს სუსტ და ეგ არ უნდა დაგვავიწყდეს და ძირითადად შემტევი ხალხი დაგვრჩა, ამიტომ ცოტა მეტ შეტევას ვეხილავთ უელსისგან და ამიტომ უნდა გავუძლოთ. აი მაგალითად ეს. აბა თუ გადავრჩებით, უელსი გვიტევს და მამარდაშვილის გმირობამ გადაგვარჩინა. კარგია მამარდაშვილი. უელსი ჩაწოდა უელსმა და მამარდაშვილმა დიცი გადააგდო. აქ წესით მეკარე უნდა გამოვიდეს, არა მეკარი არ გამოდის. და იქ მამარდა სადაა გამოსული, არ დაარტყა პირდაპირ კარში. არ დაგვერტყეს პირდაპირ კარში და მორჩა პირველი ტაიმი 1-1 და დაიწყო მეორე ტაიმი. აქ აზაროვი შემოვიდა მამაგეიშვილის მაგურაც და იმედია რომ ახლა გავალთ წინ და 9 კაციანი საქართველოს 11 კაციან უელს მოვუგებთ. აი აქ უელსი გვიტევს, უნდა გადავრჩეთ და გადავრჩით კიდეც.
ძალიან იგმირა აქ სიგუამ, მაგრამ არაფერი აზარო ირჩება ბურთთან. დავითაშვილმა დაკარგა ბურთი. დავითაშვილი ისევ აზაროვი სახიფათოა ეს, უნდა გადავრჩეთ. მამარდაშვილმა გადაგვარჩინა კიდევ. აი ეს კაცი რო არ ყავდეს, ღმერთისგან გამოგზავნილი კაცი ყავს. ამნაირი უმაგრესი ლივერპულის ბეკარე. და სარიელ კარში კიდი კაი დაარტყდა აქ, კაი შეტევაზე შეიძლება წასვლა, მიქაუტაძე, მიდი, მიაწექი ბოლომდე, არა. არ გამოვიდა სამწუხაროდ და პირდაპირ კარში არ უნდა ჩააბრუნონ. არა, კიდე მამარდაშვილი. აქ უკვე უელსი ძალიან მოგვაწვა. და კვარაცხელია, მიდი ხვიჩა, პასი დარტყმარა. აი აქ უნდა გადავრჩეთ, აქ ვერც ურავინ ჩაუსრიალდება, მამარდაშვილი, ყოჩახ. რომ არა მამარდაშვილი აქ 2-1 გახდებოდა, მიქაუტაძე, კი არა კვარაცხელია, ხვიჩა. სამწუხაროდ გადარჩა უელსის ნაკრები. და რა ხდება აქ? უელსმა ეს რა გააკეთა? და რა სიზავენ ქართველები ჯერ ვერაფერი ქრის, მაგრამ აქ უკვე კიდე აღარ გვიტევენ აზაროვმა წაართვა ბურთი. და რა ხდება? მოდის უელსი. ტაბიძემ უნდა იგმიროს აქ, ჩაუსრიალდა და იგმირა და სამწუხაროდ კი პენალტია და წითელი ბარათი. მაგრამ უნდა გადავრჩეთ აქ. კიდე ერთი დაცვა დაგვრჩა, ამიტომ კიდე უფრო არა, ჯარიმა. დარტყმა და გადავრჩით. სად გადავრჩით? ვილიამსი გავიდა და დევისი შემოვიდა. მამარდაშვილი ჩაწოდებს. აქ უელსმა წაგვართვა ბურთი. სიგუა 4-1-ზე იყვნენ და კიდევ ერთხელ გადავრჩით. რავი, საქართველო თუ გავიდა მეოთხედფინალში სასწაული. მაგრამ მეოთხედფინალში რო გავიდით, ცუდად გვაქვს საქმე, იმიტომ რომ 3 თუ 4 წითელი ბარათი, ასე იგი 3 თუ 4 ვერ ითამაშებს შემდეგ მეოთხედფინალს. მაგრამ კარგი ხალხი კიდე ყავს, კიდევ ერთი შეტევა და კიდე მამარდაშვილი. მეტი წითელი ბარათიც რომ მივიღოთ, უკვე დისკვალიფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება. აქ მიქაუტაძე, აქ არაფერი გამოგვიწერა. დისკვალიფიცირებულების რაოდენობა რომ გაიზრდება, ცუდი იქნება, იმიტომ რომ კარგი ხალხი არ დაგვრჩება. და კიდევ ვიღაცების ყიდვა მომიწევს და აქ ექსტრა ტაიმი ეწყება. 1-1 და აქ უნდა გადავრჩეთ. სიგუა. რავი, თუ გავედით მეოთხედფინალში სასწაული, კვარა 1-1-ზე დარტყმა არ გამოუვიდა. აქ დაჯარიმდა თუ არა, რაღაცას მოახერხებდა კიდე. კარგი. მოდიან უელსელები, კარგია, ჩაკვეტაძე, მაგრამ ისე უელსი, ოფსაიდი, თამაშგარე მდგომარეობა. კაკაბაძე შემოვიდა ჩაკვეტაძეს. ერთი მცველი მოგვემატა, ესე იგი ოდნავ გაგვიძლია ერთად დაცვა. ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, ხვიჩა, აბა თუ ჩააწვდის, ჩააწოდა საჯარიმოში, არა. მიქაუტაძემდე არ მივიდა, ბურთი თუ არ თავს დაარტყამდა და გოლისლითაც შეიძლებოდა დასრულებულიყო ეს. აქ უელსი კიდე გვიტევს. რა იყოთ, რაც აქ უელსმა შემოგვიტია და აქ დამთავრდა ექსტრა ტაიმი, მაგან გადაგვარჩინა. ქოჩორაშვილი, კაკაბაძე, აქ ჩვენ ვახერხებთ, ვეღარ ვახერხებთ და კიდე უელსი გვიტევს. აქ უკვე პასი აღარ უნდა გავაკეთებინოთ და აზაროვი კარგია, ქოჩორაშვილი გადააგდე წინ. კაკაბაძე, არა და მამარდაშვილი, არა, ჯარიმარს და
ქოჩორაშვილმა ყვითელი მიიღო და გადავრჩით დვალსაც ყვითელი აქვს და სულ რაღაცა 5 თუ 4 ფეხბურთელი ტოვებს ჩვენი იქით შეხვედრას თუ გავედით თუ არა და რა ვიცი კიდე უელსი არა პასი არ უნდა გავაკეთებინოთ მაგრამ აქ მამარდაშვილი კაია გაწელე დრო გოლი არ გაგვიტალონ კარგია მამარდა წელავს აქ დროს ამოარტყა კარგია ბოლო წუთებზე მიდი დარტყმა არა და აქ დამთავრდა ექსტრა ტაიმი და პენლების სერია დაიწყო აბა მიქაუტაძე და ბრწყინვალე პენალტი 2-1 აქ თუ მოვიგეთ სასწაული დარტყმა უელსის დამამართა მაიხო აქ ურტყავს ქოჩორაშვილი დარტყმა და უელსის მეკარე მაგვიღო აბა უელსის ფეხბურთელი ისევ გვირტყამს დარტყმა და გათანაბრდა ანგარიში კვლავ კვარაცხელია დარტყმა და ბრწყინვალე პენალტი აუხებელთა კატეგორიაში მკვდარი ბურთი აქ ურტყავს უელსი და შუაში დაგვირტყა 3-3 კიტეიშვილი დარტყმა და კახლოს იყო ახებასთან მაგრამ კიტეიშვილის დარტყმა უფრო ზუსტი იყო 4-3 მიდი მამარდა აიღო მამარდამ აბა ამ პენალტს თუ გავიტანთ მეოთხედ ფინალში ვართ მიდი გეხვეწები აბა მეოთხედ ფინალი რა მაგრა გავედით 8 კაციანი საქართველო კი არა 7 კაციანმა საქართველო 11 კაციან უელსს მოვუგეთ აბა რა და ვის შევეჯიბებთ ეს ბოსნია-ჰერცეგოვინამ საბერძნეთს 3-1 მოუგო დანიამ გერმანიას 4-2 შვეიცარიას ბელგიამ 1-0 ავსტრიამ პოლონეთს 3-1 იტალიამ სერბეთს 4-1 ესე იგი იტალიას ვეჯიბრებით კიდე ესპანეთმა უკრაინას 1-0 და ნიდერლანდება კვიპრიელებს 3-1 და საქართველო იტალია ბოსნია-ჰერცეგოვინა დანია ბელგია ავსტრია ნიდერლანდები ესპანეთი ესე იგი თუ გავედით ნახევარფინალში